გამარჯობათ. დიდი ხნის შემდეგ ისევ დავბრუნდი. პაუზა მქონდა რაღაცეების გამო. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება. პირველ რიგში მინდა დავიწყო ახალი წელი, 2025 წელია უკვე, დადგა, გილოცავთ ყველას ერთად. და მინდა დავიწყო ახალი რაღაცეებით. პირველი რაც იქნება ამ წუთში ახალი არის ის, რომ გადავწყვიტე გავაკეთო განხილვა. განხილვების ვიდეოები იქნება რაღაცეების. ამჯერად იქნება ჩვენი ესეთი უეჭსრად შემოჭრილი 2024 წელში ესეთ საიტი, საიდანაც ვიწერთ მთელი საქართველოს შემართებით. ეს არის თემუ. აი ესე უბრალოდ თემუ. თავიდან მეც როგორც ყველა ცოტა ისე უყურებდი, მეთქი არ ვარ რაღაც გადაობდი ჩინეთი რამე რომე და უცებ მეც ვცადე, მეთქი აბა მოდი ვნახოთ რაღაცა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 99%-მა გაამართლა იქიდან გამოწერილმა ნიუთენმა და ეს მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია რა, ზიხარ შენთვის, გაგწგავ რაღაც დაგჭირდა და გამოიწერე. 10 დღეში, აი, ჩემთვის პირადად მეტი არ დაუგიანია. 10 დღეში მოაქვს კურიერს რა, ყველაზე მაქსიმუმს ვიძახი რა, ერთ კვირაშიც მოუტანიათ. და თან მოაქვს როგორ მიხვალ ყველანაირი პრობლემის გარეშე, ზოგი ხელს გაწერინებ, ზოგი სურათს რაღაცა გამორთე მოხვალ გააკეთებ სახში განფუთვას. ნუ რა თქმა უნდა მე დიდი ხანია უკვე ვიწერ, ვაკორდები ამ პროცესს და ბევრ რაღაც დამიგროვდა რა. ეხლა სათავოდ განფუთვებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც გამოვიწერე, იმებს ეხლა ამოვალაგებ აქვე და დავიწყოთ განხილვა. რა არის, როგორი ხარისხია და ასე შემდეგ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეხლა სპეციალურად ჩავიცვი ეგრე. ეს ქურთუკიც თემუდან არის. ეს შარვალიც თემუდან არის. ცოტა შორს გავიწიო. ძალიან კაი, აი, რავი, კომფორტული, აი როგორ გითხრათ, რომ ჩაიცმევ და 1 წელია გეცვა უკვე რა. აი ეგეთი ზედაა და ეგეთი ქვედაა რა. ასევე ბათინკები, იმედია ჩანს. ესეც ეგრე დათბილული, აი ძალიან კაი რაღაცაა. შუქად მომივიდა, ზოგი ვიყიდე, ზოგი ფასდაკლებები და ანუ ყოველ შემთხვევაში რო გადახედო აქაურ ბაზარს, აი მაგალითად ეს ქურთუკი სადღაც 100 ლარიდან 150 ლარამდე რომ მერყეობს საქართველოში, მე ვიყიდე 50 ლარა. იგივე შარვალი ზედაქვედა თუ არ მახსოვს 77 ლარად ვიყიდე. ფეხსაცმელი 60 თუ 50 ლარი. ანუ ხარისხი ხო გეუბნებით იმ თანხაში, რა თანხაში წვიდულობ, არის ძალიან მაგარი რა. აი ძალიან კაია რა. ხო, კიდე ბევრი რაღაც გამოვიწერე და ბევრ ვერ ვილაპარაკოთ, ეხლა ეგრევე გადავიდეთ საქმეზე. დავიწყოთ ეს რაც უცებ მინდოდა მენახებინა და მეცვა ეგ იყო და ეხლა უკვე მანქანაში რაც მილაგია. ქურთუკსაც გაჩვენებთ მეორეს, ეს რახანს ქურთუკზე გადავედი, იქვე შემხვდა აი ესეთ ქუდი, რაც ძალიან მაგარია. აი როგორ ხარისხია, იცი, აი სხვანაირს არ ინაკრებ რა. ანუ მაგარია, კაი ხარისხიანია, მთავარია ზომები. ხოთ შორის ზომებზეც მინდოდა მეთქვა, არ შეგეშინდეთ იმის, რომ რაღაც ჩემი ზომა არ ჩამოვა, მე პირადად ეგრე ვიყავი, არ ჩამოვა რაღაცა. აი ძალიან დეტალურად არის ზომები გათვლილი. მთავარია სწორად შეარჩიო რა. მაგაზე ერთ კურიოზიც გადახვდა ზომებს და მაგასაც გეტყვით. ანუ ყველაფერი წერია აღწერაში, კი მარკეტინგურად ცოტა ისეა გათვლილი, რომ შეიძლება მოტყუდეთ, მაგრამ ზომებს თუ დააკვირდებით, ყველაფერი ძალიან კარგად წერია. აი თავის გარშემო რაც არის ზომა სანტიმეტრებით, ეგეც კი წერია ქუდი ეს რომ გამოიწერს ზუსტად იდეალურად მომერგო. ეს ქურთუკიც რა, აი ამ შარვლის ზედაა რა, აღარ ჩავიცეს ერთ ფერში არ მიყვარს და აი შიგნიდან დათბილული, პლავი რაღაცა, მშვენიერი, ხარისხიანი, აი რავი, ახლოდან გაჩვენებთ. აი ხარისხი აქვს იდეალური რა, თბილი, პლავები, აქ რაღაცა, ქუდი, ამას გეჩვენ. ბოლო გასვლაზე მქონდა ალბათ და ესეც ნახეთ. აი როგორ თბილი რაღაცა არის, ცი, აი სადაც გინდა წადი დაიხურე всё, ყური, თავი, ყბა, პირი, ყველაფერი თბილი ადგას. ანუ შეგიძლია ისე დაიფარო, რომ გადაიწევ და მარტო ნიღაბივი გექნება, შეგიძლია ამოიფარო თავზე, მარტო თვალები გექნება. შეგიძლია უბრალოდ შარფათაც იხმაროთ, ანუ ჩამოიწევ ბოლომდე, ქუდს უკან გადაიწევ და მშვენიერი რაღაცა. ოღონდ ისეთი თბილია, რომ ეხლა ესეთ ამეთში მithumetებს ზეროა, ფიზიკურად ვერ გამოიყენებ რა, დაგცხება. ანუ ეს არის უფრო თოლში რა.
თოლში ძალიან კაი რაღაცა. კაი, გადავიდეთ შემდეგზე, წეგან კურიოზი ვახსენე და მაგ კურიოზს გეტყვით ახლა რაში მდგომარეობს. ესე იგი, თავიდან რომ დავიწყე გამოწერა რა, ან ვერ ვერკვეოდე კარგად და გამოვიწერე სხვადასხვა რაღაცეები და ამ გამოწერის დროს შემომთავაზა საჩუქარი რა. აირჩიო რაღაც 40 ლარის ფარგლებში თუ რაღაც ეგრე იყო. დამერჩია საჩუქარი და ჩამოუყევი ეგრევე და ბუნებაში ახლა ვიყვარს გასვლა გამოსვლა და სკამები მევასება მე ზოგადად ეს გასაშლელი სკამები როა და მეთქი ამას გამოვიწერ უეჭველი და მივეცი საჩუქრად მეთქი ჩააგდო არც აღწერა მინახია არაფერი რა და კურიერი გავიდა ესეთი დღე კურიერი მოდის და მეუნება ეს და ეს თქვენი ამანათი ჩამოვიდა გავედი დავხვდი ავიღებ ჯო პატარა რაღაცა ფიქრობ ესეთი რაღაც არ გამომიწერია ვაფშე არაფერი რა მეთქი რა არის და ხოი საოცრებაო სკამი აი ზოვას ხო ხვდებით რა ხელა და სურათში ისე ჩანს რომ ანუ არის დიდი რა დიდი ადამიანისთვის რა სინამდვილეში არის რავი რა გითხა ორი მტკაველი სკამი მაგრამ ტყუილი არაფერი არ ხდება პატარა ბიჭი მყავს 3 წლის არის და აი რაც ჩამოვიდა იმ დღიდან ამ სკამიდან არ დგება რა სუაგზის აქ ჭამს აქ სწავს რა ყველაფერს აქ აკეთებს ახლა რო წამოვედი მოვპარე ისე რომ არც იცის რა არის რა ახლა ამ სკამს აქ დავდები გვერდით და მე უკვე ამის მერე რა უნახე ანუ ეს რატო წამოვიღე აი თვითონ ხარისხი ხო პატარა მესმის მაგრამ ხარისხი ისეთი მაგარი რაღაცაა რომ გადავწყვიტე გამოვიწერო დიდიც რა მე უკვე იქ შევედი ზომები რაღაცები ნახე და დიდი სკამიც გამოვიწერე რა ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემ პატარას გამოადგება სადმე რომ წავალთ კემპინგზე აშენის მამიკო რაღაცა და დაძიდება ჩვენიად იდეალურად გამოიყენებს ეხლა რაც შეეხება სხვა ნივთებს რაც გამოვიწერე რა პირველ რიგში ეხლა ესე ყველაფერს ძირს ვერ დავალაგებ და ამიტომ გვჭირდება რა მაგიდა რა თქმა უნდა მაგიდაც გამოვწერე 1000-ნაირი ვერსია იყო მაგრამ იმ გადამოსახედიდან რაც შევარჩიე გამოვიწერე ეგ და გამომივიდა აი არ გიხარისხი რა ცუც ვერ დაარქმევ ვერც ისეთ სიტყვი რომ აუ ძალიან დონეა და რაღაცა მაგრამ ისეთი ხარისხია რომ არ შეგარცხვენს რა აი ესეთი პატარა საყვარელი ჩანთაში ეს არის ზემოთა მხარე რაც იშლება თავარი რაც არის ძირითადი ფეხები აი ესე იშლება всё მზად არის იმაზე გადავაფარებთ ჩამკეტები აქვს სპეციალური ჩაკეტავ ამეებზე მეორე ტრუბაც გამოჩნდა თავისი ნახურეტები აქვს სადაც უნდა ჩაჯდეს თავარი ეს დაამთხიოთ შიგნით კბილები აქვს და იმ კბილებში უნდა ჩაჯდეს всё კონსტრუქცია მყარი მზად არის ამას დავაფარებთ ზემოდან ამასაც ჩამკეტები აქვს თავისი всё მზად არის ჩვენი მაგიდა სუბუქია ყარია რასაც გინდა გააკეთებთ ზედ აჰა ხა შევუდგეთ დანარჩენ ნივთების გამფუთოს ხო მოვაკიდე ესეთი ბადია რაც ქვეშიდან უმაგრდება რომ შიგნით რაღაცები ჩაალაგოთ რა საჭმელი გინდა ნივთი გინდა რაღაცა ჯამი ჭურჭელი რა ყველაფერს ჩაალაგებთ ეს იყო უკვე ჩემი მეორე შენაძენი იმ პატარა სკამის ხარისხი რომ მომეწონა მეთქი იცაც დასჭირდება ბუნებაში რომ წავა ბავშვი რომ დაჯდება მამა გვერდზე უნდა დაუჭდეს აუცილებლად და ჩვენ ლამაზ და გემრიელ მიწა-წყალზე რაღაცები უთხრას ესეც ვეცადე იგივე ფერში გამომეწერა რომ ბავშვები ხო იცი მე იტყვია შენ რატოა სხვა ფერიო ამიტომ გამოვიწერე ორნაირი ეს ფერია მეორე ზუსტად იგივეა ხარისხი რაღაც ყველაფერი იგივეა დადებ გათვლა 90 კილოზე იდეალურია გამოდი ბუნებაში დაჯექი დაისვენე კამფეთ ეხა ზომები რო მიხვდეთ ეს არის დიდი ზომა ეს არის პატარა ზომა ლაიქ ეს იყოს აქ ეს არის ჩანთა სადაც მილაგია ჩემი გამოწერილები შედარებით პატარა ნივთები რაც აი ძალიან გაგიმარტივებთ სადმე რომ მიდიხართ და მოგზაურობთ და რაღაც პატარა რაღაცები გჭირდებათ რა მე ვთვლი რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ ესეთი რაღაცები და ეხლა გავხსნათ და ნახოთ რეებია გავავსე გავტენე თემუ გავამდიდრე იმდენ რამე ვივაჭრეთ ოპა
მოდი დავჯდეთ ჩვენ დონეს სკამზე და დავიწყოთ ჯადოსნური ჩანთა იხსნა. პირველი მოგზაურს რა დასჭირდება თუ არა ბუქსერი. ამას ვერ დავარქმევ მე ხარისხიანს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვავ ხას. წერია ამის სისქეც, სიგძეც, ყველაფერი წერია რა. უბრალოდ არ ვაკვირდებით ისე, არ ზომავ და ვიწერთ ეგრე და მე თემუზე შევუკეთ და ეს ჩამოვიდა. არა, რო გამოვიწერე, ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელი იყო, შაკლიც მოყვა, მაგრამ არ ვიცი სად არის, სადაც გდია და რო გამოიწერე და ჩამოვიდა, რო შევხედე, მივხვდი რომ ის არ იყო რა ჭირდება რა. ეხლა ელემენტარულს გამოიყენებ, მაგრამ დიდ გარტყმის რაღაცებს ვერ გაუძლებს რა. და რო გადავედი, ჩვეულებრივად წერია აღწერა რა და რასაც გიწერენ ის არის რა. 5 მეტრაა სიგძეში და თავის საქმეს, პატარა საქმეს იზავს რა. ძიმე მანქანებზე და დიდზე რო მთლიანად ჩავარდები და რამას ვდადებ მიწაზე, ეს კი არა შეიძლება ბევრ რამე ვერ გიჩველოთ. ამიტომ კაია, მაინც პატარა მანქანების იდეალურია. შემდეგი რაც გვაქვს, ეს ძალიან მომეწონა და ერთ სული მაქვს გავტესტო. ეს არის ცეცხლზე მოსამზადებელი, ეგრეთ წოდებული ტაფა. რავი, რაღაცა სიძახიან, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად სახელი და სტეიკის ვიდეო ჩემზე იყოს, ამაზე შეიწვება, მაგრამ აუცილებლად რა. თან მე ვნახავთ, სხვათა შორის ძალიან თხელია და იმედია, რავი, სტეიკზე მალე ეს არ შეიწვება, მაგრამ ფასთან შედარებით ჩვენიერია და ძალიან კაია. შემდეგი გვაქვს ეს, მანქანაზე და რაღაცაზე არ გვჭირდება, მაგრამ აუცილებლად მინდა იცოდეთ. არ გამოიწერო. ეს კამერა არ გამოიწერო. არ ვიცი, მე ბევრი არ მიჩალიჩია და არ გამიკეთები არაფერი, მაგრამ რატო არ უნდა გამოიწეროთ? გამოვიწერე, ჩავრთე, დავაყენე, იდეალურად მუშაობს აპლიკაცია, strict code-ით გადმოიწერთ აპლიკაციას დააყენებ. ყველაფერი აქვს, ხმის რეჟიმი, ავტომატური რეჟიმი, ხმის ჩამწერი, ხმის გადამცემი, ტელეფონიდან შეგიძლიათ ეგრევე ყველაფერი კაი აქვს რა. ეხლა ფასიდან გამომდინარე, მე მგონი 27 ლარი ღირდა რა. მაგრამ ცუდი აქვს რა ნახე. თავის აპლიკაციას რასაც გამოიწერ, ითიც უნდა აკონტროლო ეს რა. 7 დღიანია უფასო რა. და მე უკვე ისეთ თანხები ყოველთვის ისეთ თანხა უნდა იხადო იმ აპლიკაციაში, რომ უბრალოდ არ გიღირს რა. ამის სიაფე აღარ გიღირს, იმიტომ რომ როდის დაიწვება არ ვიცით რა. ამიტომ ჯობია ესეთი რაღაცები მაინც იყიდოთ ბრენდი რა. შეიძლება გატეხილი ვერსიაც მოყვება ამას, რომ გატეხილი ვერსიას აპლიკაციას დააყენებ და გამოიყენებ, მაგრამ მე მაინც არ გირჩევთ ეს კამერა გამოიწეროთ რა. რაღაც 27-დან 30 ლარამდე ჯდება რა. თუ შეგხვდებათ არ გამოიწეროთ, ნაგავია. ხო, კიდე ესეთი მაგარი რაღაცა გამოვიწერე. ეს მინდოდა ჩემ რენეგეიდს დამეყენებინა, მაგრამ რაღაცების ცვლილებები იქნება მალე. მაგაზეც აუცილებლად გავაკეთებ ცალკე განხილვას და მიმოხილვას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გადავწყვიტე ამ მანქანის გაყიდვა, რატომ მაგაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ, ეხლა აღარ მინდა ეს თემუს თემებში ჩავაქსოვო რა. მაგრამ აღარ ვაყენებ, იმიტომ რომ შემდეგ მოდელზე უფრო გამომადგება. ესეც ძალიან კაი რაღაცაა, სახურავის დასაყენებელია, 6 ცალია, ნათურები ძალიან იოლად ეცვლება. მე ზემოდან ჯდება ეს კაპით, თვითონ ეს რეზინისავით არის, სილიკონით ნებისმიერ სახურავზე დასვავ, ისე რომ პრობლემა არ იქნება და მე უკვე ამას საბოლტეები აქვს, აქ და აქ, დაბლთა მხარე იქნება დამაგრებული და ან ფერი შეცვლა თუ მოგინდებათ, ან ნათურად დაიწოვა რაღაცა, ამ თავს მოხსნით, ნათურას გამოვაძრობთ, შეცვლით, სხვას დავუყენებთ. ძალიან მოხერხებული რაღაცა და ძალიან კარგი რაღაცაა რა. ამას გირჩევთ, ხარისხიანია, ყველაფერი იდეალურია რა. რომ სახურავს დავაყენებ შემდეგ მოდელზე, მე ნახავთ როგორ მოუხდება ჩემ ახალ მანქანას. კიდევ ვიძახი ახალ მანქანას, რაზეც ცალკე ვიდეოს გადავიღებ აუცილებლად. ეგრევე ხელს ვკიდებ, რაც არის, ეგრევე ვიღებ რა. განფრთული მაქვს ყველაფერი და ნანახი მაქვს, ახლა არ მქონდა მაგის ნერვები, ცალკე ვიწერე და ყველაფერს ცალკე გადამეღო. ერთიანად რაც გამოვიწერე აქ არის. ხო, ეს არის ძალიან მაგარი ხარისხია და საქმეშიც გამოვიყენე და ძალიან მაგრა გავაკეთე ამით ჩემი გატეხილი ბამპერი. კი იცით ყველამ რაც არის, ხარისხიან ხელში რო გიჭირავს, ეტყობა რომ ხარისხია რა. შეაერთებ დენზე ჩვეულებრივად 220-ზე და მოყვა თავისი ტყვიები, სხვადასხვანაირი, რასაც ამას ჩაარჭობთ თავში და ეგრევე ვთქვათ, ნაკერს გაუკეთებთ თქვენ
პლასმასის დეტალს, რაცაც გინდა აკეთებდეთ. მარტო მანქანაზე არა, სახშიც ბევრ რაღაცაზე გამოგადგებათ რა, ძალიან კაი რაღაცაა. მასაც დიდი რეკომენდაცია გამოვიწეროთ. ხო, ეს შემდეგი ნატურები, მაგრამ ეგ ნატურები უკვე მანქანაზე აყენია და ისიც ძალიან მაგარი რაღაცაა, აპლიკაციით იმართება, ჩემი დევები ვისაც გაქვთ ნანახი, ექნება ცხაურაზე მაქვს დამაგრებული და ტელეფონში აპლიკაციაში ჩაწერთ და ნებისმიერი ფერი გინდა, ნებისმიერი რეჟიმი გინდა, ანუ სხვა შეგიძლია მაგალითად წითელი და ცისფერი დააყენო პატრონს რაც აქვს და დააწვევი ღილაკს და იცით არ გირჩევთ რა თქმა უნდა ჯარიმა ამაზე, მაგრამ მაგალითზე მომყავს შეგიძლია მწვანე და ყვითელი, შეგიძლია ხმაზე იყოს, ანუ ტაშის ხმაზე გაანათებს, ეგეთი რაღაცეები აქვს, შეგიძლია მუსიკაზე იყოს, რომ როცა მუსიკა ესმის, მუსიკის რითმთან ერთად ანთებს და ძალიან ბევრი ის აქვს რა ფუნქცია. მე ძირითადად ვიყენებ ყვითელ ფერს, ანუ ენჯელები დავაყენებ კალები როა ყვითელი და იმ ყვითელებზე მაქვს დასმული ყვითელი ფერი და ერთიანობაში ძალიან ლამაზი გამოდის რა. მაგის ყუთია თვითონ ეს რაც არის რა, მაგრამ მე ყუთში სხვა რაღაცეები ჩავალაგე, რაც ან ესეც თემოდან გამოვიწერე. ძალიან საჭირო ნივთია ეს ნივთები. ესეთი რაღაცაა. ფოთაშორის ისეთი ხარისხიანია, რომ აი რავი, რატო არ უნდა გამოიწერო ეგეთი აფად. ესეთი ხარისხის არ ვიცი. თან პლუსი ის აქვს, რომ ანუ აქ ვერ შოვლობ ისეთ რაღაცას რა. ანუ თუ იშოვი, აი ესეთი დეტალი შეიძლება ღირდეს 50 ლარი ერთი ცალ. იქ ძალიან იაფია რა. ანუ ორი ცალის სტაფილოსფერი გამოვიწერე, ორი ცალის შავი გამოვიწერე და ეს შავი საჩუქრად მოყვა. და რა არის? ანუ ამას აქვს ესეთი ორი ცალის შურუპით დასაყენებელი, მაგალითად რამე დუგზე ან რკინაზე სადმე სადაც გინდათ რომ გქონდეთ თუ გინდა შიგნით საბარგულზე ორი ცალის შურუპით მიამაგრებთ და აქ მაგალითად ცულს რაღაცა ქოლგას რაღაცას ჩაამაგრებთ, აი ამას გამოზდებთ და გადაჭრაპ და იგეთ. ანუ ამაში მოყვება, რასაც დაამაგრებთ რა. რეზინაა თან და ზომები არ არის ისე რომ აი რაღაცა ზუსტი ზომა უნდა არა. რასაც ჩააყენებთ, იმაზე გადაჭიმავთ და ჩაკეტავთ რა. საკმაოდ მყარია, ისეთი მყარია, რომ ჩემი აზრით ვერ მოაძრობს რა, ვერაფერი ვერ დარტყმა, ვერ ზუგზოობა, ვერაფერი ვერ მთავარია, საბოლტეებით კარგად დაამაგროთ რა. ჩემგან ამასაც რეკომენდაცია, ვისაც გსურთ გამოიწეროთ, აი ჩემი საყვარელი ნივთია რა. მე თავიდანაც თქვი, ვაპირებ კიდე გადავიღო, ასე ვთქვათ, საჭმელების მომზადება, აი აუცილებლად, იმიტომ ისედაც მიყვარს, მაგ ყველაფერს კეთება და თან, რავი, კაია ბუნებაში რომ წახვალ მაგალითად, მარტო ის არ არის მანქანით ვიარი და რაღაცა, გემრიელად უნდა ჭამო. გავამზადებ და სალგე პარკში და რაღაც უბედურებში რო არ გეყაროთ, შესავსებია ორი ბოთლი თუ სამი ბოთლი, მაგრამ სუნელები, ყველანაირი სუნელი მაქვს აბსოლუტურად, ამ სამსაც ვიცი ახაც რაც უნდა ჩავყარო, მოიღებთ, გავწკავ, დააყრი, მიაყრი, მელი გაუშვა გემრიელად ბუნებაში დაჯდები მიირთვა. აი ისეთი ხარისხია, რომ რაღაც აქ ჩვენთან მაღაზიაში რო შეხვიდე სამონადირეოში ან სადმე, სერიოზულ ფასს გეტყვიან ესეთი ნაჭრის ხარისხზე რა. აი ძალიან ხარისხიანია რა, მეტი რო არ გინდა ისეთი ხარისხის არის. თან კომპაქტურია, ჩამოკიდე სადაც გინდა, ჩააგდე, იცი რომ სუნელები გააქვს. საჭიროა აუცილებლად მარტო სუნელები არ არის საჭმლის მოსამზადებლად, გამოვიწერე ეს დამატებითად, ანუ იქ სუნელებია და აქ უფრო ხშირად რაც გვჭირდება, მაგალითად საჭმლის მოსამზადებლად რა. ეს არის მარილი, აუცილებელი. ამას პლუსი ის აქვს, რომ როგორც დიდი მოსაყრელი თავზე, ისე პატარა აქვს. აი, რომ უცებ მოაყარო საჭმელს და ძალიან ისეთია რა, საყვარელი კომპაქტური რაღაც. აქაც ან ორი მარილი, ისე მარილი, შავი წიწაკა და შაქარი. ეს 4 ცალი აუცილებელი ჩემი აზრით, რაც აი ყველგან და ყველაფერში გჭირდება რა. და ესეთი ბოთლები. ზეთი, ღვინო არომატის თუ ისეთი რაღაცები, რასაც მომზადების დროს გამოიყენებთ რა. თავისივე ჩანთით, ესეც აი ძალიან მიზერული თანხები ღირს. აი ისეთ кайფასებია, რომ აი ხო გეუბნები, წვრილმანია, მაგრამ ტყეში რო გადიხარ, აი აუცილებლად გჭირდებათ რა. ამიტომ ჯობია რომ ესეთ რაღაცები გქონდეთ. კიდე ბარე სანამ საჭმელებზე ვართ,
ესეთი ორი საყვარელი ჭიქა. თუ არ ვცდები 80 თეთრი ღირდა. არის ალუმინის, არის ცოტა პატარა ზომით, მაგრამ ანუ კარგია რა, მაინც კარგია. ანუ ესეთ სისქის აქვს დაბლა სიმაღლე რა. ანუ წყალს რო ჩაასხავ რაც არ უნდა ცხელი იყოს, ხელს დაიდებ არ დაგწევთ რა. ძალიან დიდი კომფორტი, ანუ აქამდე მე სხვა ჭიქებში ეგეთ რაღაცა არ მინახავს რა. ამაში არის მაგალითად ბუნებაში რო ხარ და არსად არ გაქვს დასადები, ცხელი რო მაგის გამო არ მოგიწევს სადმე სირბილი რა და იდე ხელზე არ დაგეწევა. რაც არ უნდა ცხელი იყოს რა და ძალიან კაი გათვლა. ასევე კაი გათვლა ეს ჩამოსაკიდი, როცა მიდიხარ, ჩამოიკიდებ ჩანთაზე და წავიდა რო აღარ ეძება მე ჩანთაში. ესეც აი 2 ლარი არის ეს ორივეს ფასი. 2 ლარი. აი მითხარი საქართველოში რამე ჭიქა რო ღირდეს 2. 1 ცალი. აქ 2 ცალი მოგდის, ესეთ კომფორტული. კიდე საჭმელს რაც შეეხება, გამოვიწერ ესეთ პატარა, ცოტა დიდი მეგონა, მაგრამ ესეც წაგანაც აღნიშნე, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რომ ზომები უნდა გაზომო რა. ყველას აბსოლუტურად ზომები უწერია და ელემენტარული აი სახაზავია, მეტრიანი და გაზომე და მიხვდები რა ზომა ჩამოდის რა. გამოვიწერე დიდი და პატარა ჩამოვიდა, ეგ სისულელია რა. აქაც ეს პატარა ეგრეთ წოდებული ტაფა, აი ძალიან პატარა, აი ხელის გულს. პატარა ხვა 800 ანუ ლიტრამდეა რა. ეს ხელ მაგალითად ძალიან ბევრ რაღაცაში გამოვიღრა, წყალის სასადუღებლად საჭმელის. ანუ ერთი კაცისთვის სრულიად საკმარისია რა. გულისხმობ საჭმელი რო გაამზადო რა, მაგალითად წყალი აადუღო რაღაცა მოხარშო. ყავის და ჩაის დასალევად 2 კაცს ჩაულებრივად ეყოფა რა. ძალიან კარგი რაღაცა. ესეც შიგნით ვეიდო, არ მახსოვს, მაგრამ თემუს ტავარია. დანაჩანგარ გახსნი, ჩაკეტავ. პლასმასები რო იყიდება ერთჯერადი და რო ჩაარჭობ და გიტყდება, ეგ თემა მაინც არ გექნება რა, ხარისხიანი კინა. დანა არაობაში გამოიყენებ. ჩვენ ახლა ვინც დავდივართ, ესეთ დანები არ გვაქვს, კაი დანები გვაქვს, მაგრამ თავის საქმეს ყოველთვის გააკეთებს რა. და მესამე კოზი. ესეც ეს ძალიან კაი ხარისხია. მოკლედ რო თქვა, დაგეკეთეც გამოიყენებ, რო რამე იყოს. გადავედით შემდეგზე. ნუ ეს მე მჭირდება ხოლმე პირადად, მაგრამ თქვენც გამოიყენებთ ძალიან კაი რაღაცა. უბრალოდ აღნიშნავ იმას, რომ არ მოტყუდეთ ცისფერი USB-ის შესაერთებლებია, რაც ნიშნავს, რომ 3-დან 0 უნდა იყოს წესი. მაგრამ არ არის 3-დან 0, ანუ 3-დან 0 გულისხმობ, სწრაფად უნდა გადაგქონდეს მასალა და გადმოქონდეს და არ აკეთებს, იმიტომ რომ აშკარად ფერი უბრალოდ ჩასმული აქვს და არ არის ის გამტარიანობა არა აქვს ამ კაბელს ისეთი, როგორც უნდა ქონდეს, რომ სწრაფი იყოს რა. მაგრამ თავის საქმეს იზავს რა. Type-C ვერსია, ანუ ახალი ვერსია და გადამყვანი აქვს, შეუერთებ და ხდება ჩვეულებრივი USB. აქაც ბევრი თავი აქვს, 2 Type-C აქვს და 4-5 USB აქვს. მანქანაში მაგალითად შეერთებ და ერთდროულად დატენი 5 რაღაცას. ძალიან ნელა დაგიტენით, მაგრამ მაინც თავის საქმეს შვება რა. ესეც ძალიან კაია, თავის ფასში ძალიან კაია. ხო, რაც შეეხება განათებას, ეს პოპულარული განათებაა. ნუ დამჯდარია ახლა, მაგრამ ორივე მხარეს წევა, წინაც განათება. ანუ ახლა დღეა თან დამჯდარია არანათვის, მაგრამ აი მთლიანობაში ძალიან კაია. ხარისხი და ყველაფერი კაია. უბრალოდ აქ ერთი ძალიან დიდი მინუსი. ძალიან მალე ჯდება. აი როგორ გითხრათ, ტყეში რო ხარ და ამის იმედზე ხარ, ხო? რაღაცა სიტყვაზე 3 საათი ხო უნდა გაგიძლოს მინიმუმ. არა, ანუ მაგნიტიც აქვს, ეკრობა კარგად, ყველაფერი, ანუ ძალიან კაია, მაგრამ არის ძალიან დროებით. მე მგონი 1 საათი ძლებს. ამიტომ ფიქრობ, რომ საჭირო ნივთია კარგი ელემენტი რო. რახანც არა კარგი ელემენტი ძალიან ისეთია რა. პატარა რაღაცაში რო წამიერად დაგეხმარება, მაგალითად მანქანაში რაღაცას ეძებ, მიაკრავ ზედ და მოძებნი და მოხსნი გათიშო. აი ეგეთ რაღაცაში დაგეხმარება, მაგრამ ამის იმედზე ჩემი მტერი იყოს ტყეში. აი სამაგიეროდ მეორე განათება თავზე დასაყენებელი, რასაც დიდ რეკომენდაციას უწევ, რაც ჩამოვიდა ვაფშე არ დამიტენია, даже თავის დატენილი რაც ჩამოვიდა არ დამიტენია და ძალიან დიდხანს ვიხმარე რა და ძალიან კაი. ფუნქციები აქვს ორნაირი, ერთ ჩვეულებრივად ჩართავ, ან ჩართვის ღილაკი აქვს განათებ ჩვეულებრივად და მეორე აქვს სენსორი. ხელს დააწვევი და ანუ რო ჩართავ განათებას, ხელი მაგალითად ანჭუჭყიანი გაქვს, ან სველი გაქვს, წავდავწუ ხელი რო არ მოიკიდო, უბრალოდ წინ აუქნევ ხელს, აი თან გაჩვენებ. აუქნევ, ჩაქრება. ჩამოვქნევ, აინთება რა. აი ძალიან კაი რაღაცა. თან ისეთია, რომ არ მაზავს რა. ოპა, ძალიან კაი რაღაცაა, მოკლედ რა, ვარიანტი რა. ეს არის წინ რო ურტყავს, ეს არის განზე ურტყავს, ეს ცოტა დაბალი განათება. წითელიც ქონია, ბევრი რაღაცა კიდე არ მცოდნია. კაი რაღაცა, აი მართლა გირჩევთ, თავზე დაიყენებთ და დაისვენებთ რა. დადიხართ, არც ხელი გაქვთ დაკავებული და არაფერი. იდეალურია ტყის
შემთხვევაში და თან იმ განათებასთან შედარებით 1-4 საათი მაინც მაქვს ნახმარი უკვე თან არ დამიტენია ისე და идеალურად მუშაობს. შემდეგი ეს დანა ჩანგალი გამოვიწერე ესეც აი ძალიან კაი ვერსია ის რომ საკეცი იყო თითქოს აი დისკომფორტი გაქვს რა აი რო იკეცება გონია რომ ეხლა მოძრება და დაიკეცება და რაღაც მაგის გამო გამოვიწერე ესეთი რა ძალიან კაი ხარისხია თან რაღაცნაირი ფერია ძერს კი და თავის ჩასადებშია რა ჩანგალი ორკაციანია რა შეყვარებულთან მეუღლესთან ძმაკაცთან ერთად როცა მიდიხარ იცი რომ გემრიელად შეჭამდა იქ რომ შემწვარ სტეიქს რომ პლასმასი ჩაარჭო და გადაგიტყდეს ეგრე არ იქნება რა ჩაარჭო რკინის ჩანგალს და დანით დაჭერ გემრიელად მიირთმე ბუნებაში სვეწკურად რა ერწვაც რა თუნდა ჩანგალი მაგრამ როცა ტყეში ხარ მე არ ხმარობ ეგრევე ჯობია ეს გადაფუთავ ჩააგდებ ახლა ეს არაფერს არ იჭერს კლავს ჩაიდებ რომ რამე იყოს ადგილს რა და საჭირო ნივთი აუცილებლად აი ეს ნაგავი რაც არ უნდა გამოიწეროთ ეს არის იყო ხოლმე ჭიქა დროს პაპაჩემს ხთონა ხოლმე რა და იმის მუღამზე გამოიწერე მაგრამ ნაგავი არ გამოიწეროთ გასაშლელი ჭიქა აი ესეთი რაც უნდა ჩერდებოდეს წესით მაგრამ ეს ძალიან ბანზია აი არც ხარისხი აქ წყალი რო ჩაცხა შეიძლება ჩაგეკეცოს თანახე როგორ ჩაგეკეცოს და ნაგავია რა მაგრამ იყოს რა ვიცი ძალიან კაპიკებში გამოვიწერე და დია რა ჩანთაში კიდე აი ეს რაღაცა ძალიან მაგრა მომეწონა რა ძალიან მაგარი ნივთია ეს არის 20 ლიტრიანი ავზი თუ რა ვირა დავარ 20 ლიტრი წყალი ეტევა 20 ხო 20 ლიტრი წყალი ეტევა გაავსებთ ამას თუ არ გაავსებთ 10 ლიტრს მაინც ჩაასხავ და სადმე რო ხარ მაგალითად აი ხლა აქ საკმაოდ მომზადებ და გვერდზე ხემაკ ხეზე ჩამოკიდებ და აღარ მომწევს დინარეში ჩასვლა ხელების გადავლება როცა ხახვი დავჭერი მაგალითად ხოლ ეგრევე კრანი აქვს მოუშვებ ამ კრანს წამოვა წყალი დაიბან ხელებს всё ხორჩები მაგერ გასახსნელი აქვს გადმოასხავ დააკეცავ და გორგოლავებ წახვალ სახში აი ძალიან კომფორტული რაღაცაა რა. ესეც რა ვიცი, ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან კარგი რაღაცაა. ხოთა შორის ამას მოყვა ესეთი დუში მე არ დამიტესტია, იმიტომ რომ რავი, ბანაობა თუ მინდა, ამის ქვეშ არ ვიბანავებ რა. შეიძლება ვიბანავ? ეხა უცებ მაგას დავფიქრე, რატო არ უნდა იბანავ ტყეში რო ხარ? მე ვიგულისხმობ დინარის ბანაობა ჯობია, მაგრამ ამასაც შეიძლება გამოვიყენო, რავი. რო ჩამოკიდებ, შეუერთებთ ამას, მოუშვებ და ჩამოვა წყალი და იბან, მაგრამ აი მის ჩამოშული წყალით როგორ უნდა იბანავ? ალბათ თავს თუ დაიბან. არ გამიტესტია და ვერ გეტყვით როგორია, მაგრამ თვითონ ეს ძალიან მაგარი რაღაცა. კიდე გვაქვს, აი ეს საჭერო ნივთი ძალიან მომეწონა მე ეს რო გამოვიწერე. კოცონზე მოგეხსენებათ, როცა იმ ტაფაზე შეწვა მომინდება რაღაცა და აი ესეთ ჯაჭვით, ამაში ჯდება 3 ცალი ან ტრუბა ან ხის ნაჭერი ესე, სამფეხას გააკეთებ და ამ სამფეხაზე ჩამოკიდებ. აი ესეთ ჯაჭვს აუკეთებ, ჩამოკიდებ რასაც გინდა. გააცხელებ წყალს. აი ძალიან კაი რაღაცაა, ხან ძალიან პატარა რაღაცაა და აი გააგდე რა, შენი რა მიდის. 10 ლიტრიან ქვაფს ამაზე ჩაულებრად ჩამოკიდებ და რავი ბუნებაში რა უნდა გააკეთო. ისეთი ახლა არ გულისხმობ 40 კაციანი გასვლა როა სადმე და იმას ჩაკაფულს დაადგავ და რაღაც 50 ლიტრი მაგაზე არა, მაგრამ ესე საპიკნიკეთ რომ მიდიხარ და მეუღლესთან ბავშვთან ძმაკაცებთან რაღაცა ხარ, იდეალურად გამოიყენებთ ამასაც. ძალიან კაი რაღაცაა. ეს რა არის? ეს ძალიან პრიკოლია, უბრალოდ ცაცილად გამოვიწერე და ჯერ არ გამიტესტავს, მაგრამ მე მგონია რომ მაგრა გაამართლებს. ანუ არ გამიტესტავს რა, ფორმანძერზე არ გამიტესტავს. პატარა შლანგით გავტესტე ძალიან კაი. დრელი თუ გაქვს, შეუერთებ ამაზე, ხამუთებით ხეზე ან რაღაცაზე მიამაგრებთ. ერთი მხრიდან პატარა შლანგი ან კრანს დაუყენეთ, მეორე მხრიდან შლანგი და იქვე სადმე 20 მეტრში რომ დინარე გაქვს, წაიყვანთ და ამას ჩაუშვებთ შლანგს. დააყენებთ მერე, შიგნით ფილტრი აქვს, ანუ ისე არ გეგონოთ რომ ყველაფერი ნაგავი გამოვა, არა, შიგნით ფილტრი აქვს. გააყენებთ, წყალი მოგიდა, შურუპაოეს ჩართავ, გადმოაკრანეთ, დაიბანთ, აავსებთ წყალს, რა ყველაფერს გააკეთებთ რა. ძალიან კაი რაღაცაა და სხვათა შორის ხარისხიანია, ანუ დავტესტე, ანუ პატარა მანძილზე და საკაიფოდ მოაქვს რა. აი შორმანძილიდან მართლა არ მიცდია და მაგას რო გამოვცდი, მე სადმე ვიტყვი ამის შესახებ 2 სიტყვას. ეს ძალიან კაი რაღაცაა. და აქ მე მგონი გავედით ბოლოში, ესეც ცალკე საჩუქრებში იქ მოდის ხოლმე რომ საჩუქარი გააკეთეთო და აი ესეთ საჩუქარი. ჩანგალი, გასახსნელი ბოთლის, კლუჩის რაღაცა მე მგონი
6-იანი, 8-იანი და რაღაცა და მეორე ესეც გაცახსნელი. ლუდის მოყვარულებისთვის იდეალური, ესეც კაპიკები ღირს ალბათ 80-იან ლარი. საჭირო რაღაცაა რა. ესე და ესეც საბოლოოდ თვითონ ჩანთა. ესეც თემოდან გამოვიწერე. ძალიან ხარისხიანია, აი როგორ გითხრათ. ერთი 150 ლარსაც და 200 ლარსაც გადავიხდიდი ესეთი ხარისხი, რომ მე საქართველოში მენახა. ანუ ოთხკუთხედია ზმეიკებით და ფხრიწებით, ანუ ესენი ჯიბეები საფხრეწებზე, აი ძალიან კარგია, ფორმა აქვს, ჩანთა ცარიელია და ფორმა აქვს. აი ძალიან კაია რა. და აი ამდენი რაღაცა რაც თემოდან გამოვიწერე, ელაგაში. და სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო. ამის მერე ვეცდები გადავიყო და დავდო მალ-მალე ვიდეოები. დიდი პაუზა იყო, როგორც გითხარით, რაღაცები მოხდა ისე, რომ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ქვეყანაში პირველ რიგში მშვიდობა იქნება, ამის მე წამს და მჯერავს და როცა მშვიდობა იქნება, ყველაფერს მაგრა გავაკეთებთ რა. რაც შეეხება თემუს, მაგარია, არინანებთ, უბრალოდ დეტალურად გააკეთეთ ინფორმაციის მოძიება იმ ნივთებზე, რასაც იწერთ. ანუ უწერია ყველაფერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე და გაერკვიეთ იმაში. მეტი არაფერი არ არის საჭირო. რაც შეეხება ჩემ მანქანას, თავიდანვე ვთქვი, ანუ ვაპირებ გავყიდო ეს მანქანა, იმიტომ რომ რაღაცეები დეტალები არის, რაც ესე ვთქვათ, ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს და ამ დეტალებზე უკვე ალბათ შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. რა და როგორ და რას ვაპირებ და რის ყიდოს ვაპირებ, მაგებს გეტყვით. სურპრიზად ერთი იმასაც დავამატებ, რომ მაქვს გამოწერილი მანქანის ისეთი რაღაც ნივთები, რაც ამ მანქანაზე ფიზიკურად ვერ დადგებოდა და მაგის გამოც პირველი მიზეზი იყო ეგ, რომ ეს მანქანა არ უნდა მყოლოდა რა. დანარჩენ კიდე ამაზე დეტალებს, ალბათ უკვე გაყიდული მეყოლება ეს მანქანა, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად გეტყვით. აბა წარმატებები მშვიდობიანი 2025 წელი. მიყვარხართ ყველა და იმედია გამოიწერთ არხს, რაც მთელი ვიდეოს განმავლობაში მე არ მithქვამს. ამიტომ თქვენზეა აუცილებლად გამოიწერთ.